ჩავათავეთ დღე, როდესაც ერმა თელმა საქართველოს თბილისმა, დედაქალაქმა იზეიმა ოჯახის როგორც გინდა დაარქვით სიწმინდის თუ პატივისცემის თუ როგორც არის დღე. ამას ჩემთვის ხალ მნიშვნელობა არ აქვს და კიდე ერთხელ ვაფიქსირებ, რომ ეს დღე არ მიზეიმია, რადგან ძალიან ცუდ ხასიათზე ვარ და ძალიან გაფუჭებული გვაქვს. ხასიათი ყველას, ვისაც უყვარს ძაღლები. ცხოველს არ ვიძახი შეგნებულად, კონკრეტულად ძაღლებზე ვლაპარაკობ, იმიტომ რომ ძაღლი მართლაც ზოგიერთი დებილისგან, ზოგიერთ დებილის გასაგონად, რომელიც ღორძროხა ქათამსა და ძაღლს შორის განსხვავებას ვერ ხედავს, ამაზე ვიდეოს კიდე ხვალ ცალკე ჩავწერ იმ ადამიანების გასაგონად, ვინც ვამბობ, რომ ძაღლი არის განსაკუთრებული ცხოველი დიახაც. თუმცა ღორი ძროხა და ქათამი და სხვარიც მეწოდება, ეგ იმას არ ნიშნავს, რომ არ მეწოდება, რომ იძულებული ვარ შევჭამო ორი ლუკმა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ მეწოდება და არ განვიცდი ამას. თუმცა აქ გონივრულ რაღაცა საზღვრებს ცირდება იმის პროპაგანდა, რომ ხვარი არ დაკლას ადამიანმა და ღორი არ დაკლას. ასე რომ, მოდი რა, სიდებილეებს შევეშვათ, დაუბრუნდეთ ისე მთავარ თემას. ამ დღეს, ასე ვთქვათ, ილია მეორიდან აწესებული უძღვება პატრიარქი. ამჯერად პირველად მოხდა ისე, რომ შიო მესამე გაუძღვა აი ამ დღეს, რასაც ქვია ოჯახის სიწმინდის თუ პატივისცემის თუ როგორც გინდა დღე, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მე მინდა მივმართო თვითონ საპატრიარქოს, მე მინდა მივმართო მეუფე შიოს. არის თუ არა რაღაცა პატარა განცხადება მაინც გააკეთოს რა საპატრიარქომ. აქამდე ნუ არ ეცალათ რაღაც პატრიარქი იყო ასარჩევი ასე შემდეგ. არჩეულია პატრიარქი. რაღაცა პატარა განცხადება გავაკეთოთ, აი ეს ძაღლების უპრაგონო და უსაშველო ხოცვა-ჟლეტვა არის თუ არა ცოდვა. აქვე მინდა ზოგიერთებს კი არა და ცხოველთა მონიტორინგის თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს პირდაპირ მივმართო. როდესაც მოყვარულები ეს ბოლო ერთი თვეა ავრცელებდნენ რა ქვია და რა არის ამ ვიდეოს ჩაწერის ძირითადი აზრი და მიზანი ახლა ზუსტად. როდესაც ეს ცხოველთა მოყვარულები ავრცელებდნენ აი ამ იმას, რომ ძაღლები გაყავთ, იპარავენ ღამით ძაღლებს, ხოცავენ, თავშესაფრებშიც არ შეყავთ, რომ მიხვიდენ თავშესაფრებში ეძებო ვერ იპოვი ძაღლს, გეუბნებიან რომ აქ არ არის და ამ ძაღლებს კლავენ და ხოცავენ, ძალიან გონივრული ეჭვი. ყველგან შერბოდა ეს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს გვერდი, Facebook გვერდი და წერდა, რომ დეზინფორმაციას ნუ ავრცელებს, ნუ აყვებით ჭორებს ხალხო და ახლა ბევრი მერე ეს მართლა ეს მაპატიეთ გამოთქმაზე არ მიყვარს ესეთი ხისტი გამოთქმები, მაგრამ ქოცანტალა გამправებლები, ქართული ოცნების მხარდამჭერებსა და აი ამ რაღაც ქოცანტალა გამправებლებს მე ერთმანეთისგან ვასხვავებ. აი ჭორია, აი იმას რა ქვია ფაქტები დადეთ, აი რაღაცა დეზინფორმაციას ავრცელებს. გუშინიდან დაიწყეს უკვე ოფიციალურმა პირებმა. მათ შორის ზოგიერთმა პარლამენტარმა, ზოგიერთმა ცხოველთა მონიტორინგის თბილისის მერიის წარმომადგენლებმა, რომ დიახაც რაღაც აბარა რა ვქნათ, ევტანაზია უნდა გაუკეთოთ ამ ცხოველებს. იქ სხვა შანსი არ არის და აი ცხოველი, როდესაც სუპერმარკეტის წინ არის და სადღაც იქ არის და ეს ევროპული გამოცდილება და გაუკეთოთ. ბიჭო, მაშინ რატო დაგვსდევდით ყოველ Facebook გვერდზე ყველგან და ვიწერდით, რომ ჩვენ ვავრცელებთ ჭორს და რომ ჩვენ ვავრცელებთ დეზინფორმაციას, რომ და მოუწოდებდით, სადაც ჩვენ ვდებდით, რომ ცხოველები მოიპარეს, ძაღლები მოიპარეს და უკან აღარ აბრუნებენ და კლავენ, ყველგან დაგვსდევდით და ცილს ვწამებდით, რომ ჩვენ ვავრცელებთ დეზინფორმაციას და რომ არაყვეთ ჭორებს მოუწოდებდით იქ დამკომენტარებლებს და მოქალაქეებს, მოსახლეობას. რატო შვებოდით ამას? არ ყოფილა ესე იგი ჭორი, ხო ეს? ესე იგი არ ვავრცელებდით დეზინფორმაციას, ხო ესე გამოვიდა. კითხვა მაქვს კიდე ერთხელ ლოგიკური რა. თუ კი თქვენ მიგაჩნიათ, რომ მართლაც ესეა, რის ლაპარაკიც ახლა ეს ორი დღეა დაიწყეთ. რომ აი სწორია რა, ევტანაზიის გაკეთება ამ ძაღლებისთვის, რომელსაც არც მიმკედლებელი ყავს, ანუ ეზოში უნდა შეიყვანო შენთან ძაღლი ან ბინაში ან სადღაც, თუ ძაღლი დარჩა ქუჩაში და მიკედლება, როგორც ასეთი ფენომენი უქმდება, მხოლოდ შეფარება. მიკედლებული ძაღლიც ექვემდებარება დაძინებას ევტანაზიას. თუ ასე ფიქრობთ, რომ ეს სწორია, რატო არ ამბობდით, რომ კი ჩვენ ამას ვაკეთებთ?
და რატო დაგვდებით და რატო გვეუბნებოდით რომ დეზინფორმაციას ვაქცევებთ თურმე და რომ ჭორებს არ აყოლოდნენ. გეთქვათ რომ კი ამას ვაკეთებთ ჩვენ ასე. თან თქვენი თავი თუ მართლებად მიგაჩნიათ და ეს მეთოდი სწორად მიგაჩნიათ. ვერ ვხვდები რას ქართულ ოცნებას მინდა მიმართო. რა აი ეს რატო იცით ხოლმე ეს რომ რაღაცას გააკეთებთ ჯერ და შემდეგ უკვე რომ ამას მოყვება საზოგადოების წარე რეაქცია, შემდეგ იწყებთ ჩალიქს რომ გააправოთ ის რაც უკვე გააკეთეთ. ხო შეგეძლოთ აი რაღაც მოგეცათ რა მოქალაქეებისთვის გეთქვათ რომ აი ეხლა რომ იძახით ზოგიერთები რომ არც ერთი ძაღლი ივლისიდან ქუჩაში აღარ უნდა დარჩეს, სულ ერთი ეს მიკედლებულია, მოკედლებულია თუ რაც არის, ანუ და შეიფარო, ანუ ქუჩაში ძაღლის მიკედლება უქმდება, უნდა შეიფარო, შიგნით შეიყვანო ეზოში ან ბინაში. გეთქვათ რომ აი 3-4 თვის მერე, რაღაც 1 წლის მერე აი ეს ქუჩაში ძაღლებს აღარ დავტოვებთ, ამიტომ ამ 1 წელს გაძლევთ, შეიფარეთ ვისაც რომელი ძაღლის შეფარება გინდათ, შეიყვანეთ, კაი 1 წელი არა, 6 თვეს გაძლევთ, 3 თვეს გაძლევთ, 1 თვეს გაძლევთ ბოლო-ბოლო. არაფერი, ანუ მიჩვეულები როგორც ვიყავით ჩვენ ბოლო 10 წლის მანძილზე, ჩვეულებრივად პატრონობდით ქუჩებში ძაღლებს, არც გაგიფრთხილები ვართ არაფერი უცებ. ჩამოიარეთ, მოიპარეთ ქუჩებიდან ეს ძაღლები, გააძინეთ, მოკალით, დაჩეხეთ, დაწვით თუ რაც ქენით, რაღა მნიშვნელობა აქვს, მოიპარეთ, გააკრეთ ეს ძაღლები და ეხლა გვეუბნებით, რომ იცვლება მიკედლების წესი. აი რა უბედურებაა ეს. ეს არის კრიმინალი. კიდე ერთხელ მოგიწოდეთ ქართულ ოცნებაო. რამენაირად ეს რაღაცა სადიზმი შეაჩერეთ, თორე ნაცებზე ნაკლებები უკვე, მაგრამ მე წლებია სულ ვამტკიცებ, რომ ქართულ ნაციონალური მოძრაობის მიზანი არის, რომ აი ამ ჯალათობაში და მანიაკობაში და რაღაც ეგ სადიზმში ქართულ ოცნება გაუტოლოს ნაციონალურ მოძრაობას და სულ ვიძახი, რომ ეს ასე არ არის. ქართულ ოცნებას არ უსადისტია ნაციონალური მოძრაობისგან განსხვავებით, ხო? უკვე სადისტები ხართ თქვენც, იმიტომ რომ ამ ძაღლების ხოცვა არის სადიზმი. ჯალათობა, ამას მანიაკის და ავადმყოფის მეტი, შიზოიდის მეტი, ამას ფსიქოპატის მეტი არავინ არ გააკეთებს. და იმ ძაღლების უკან ადამიანების სიცოცხლეები, ადამიანების ჯანმრთელობა, ადამიანების ნერვები, ადამიანების სტრესი დგას. ანუ თქვენ უკვე ადამიანების მიმართ ჯალათობებსაც ჩადიხართ. ესე არ არის ეს ყველაფერი, ეს ესე მარტივად არ დამთავრდება და როცა იქნება, არ ვიცი, ამ მთავრობის პირობებში მოხერხდება, შემდგომი სხვა მთავრობის პირობებში როდესმე მოხერხდება, ღმერთს ვთხოვ, იმდენი მაცოცხლოთ და მანამდე არ მოკლა, სანამ აი ამათ ჯავრს არ ვიყრი და აი ამის გამკეთებლები, რომელმა დებილმა მოიფიქრეთ ეს ბიჭო, რომ ესე ხახვივით შეგრჩებოდათ. სანამ ამის გამკეთებლებს არ დავსჯით, არ ჩავყრით, ციხეებს ჩაგალბობთ. პირდაპირ ვიძახი, ციხეებში ჩალპებით და ცხოვრებაში არასოდეს არ მისურვებია არავისთვის ციხეში ჩალვა. პირადი მტრისთვის არ მისურვებია ეს. აი ამ ძაღლების ცოდვაში, ვისაც ფეხი გიდგათ, აი ყველაფერს მთელი მაგ მიზნით ვიწყოთ, რომ ციხეში ჩაგალყობთ, ვინც არ უნდა იყოთ. რაც შემეძლება ყველაფერს გავაკეთეთ. საიმისო რომ ციხეებში ჩალპეთ. აქვე მიმართავ საპატრიარქოს, მიმართავ რავი, ყველა ნორმალურ ადამიანს ელემენტარული რაღაცა ტერიტორიებია გამოსაყოფი. არ უნდა ამას ეს 15 მილიონი და 30 მილიონი და რაღაცა შესაბამისი სტანდარტები თავის რაღაცა. ამას უნდა ტერიტორიები გამოვყოთ, სადაც გაკეთდება, ასე ვთქვათ, დაცული ზონები და აი ამ დაცულ ტერიტორიებს შემოიფარგლება რაღაც სეტკით, რომ ძაღლი ვერ გავიდეს გარეთ და იქ დაიდება უბრალოდ ძაღლების სახლები. რავი, თითოეულ ესეთ ტერიტორიაზე 50, 60, 100 სახლი შეიძლება დაიდოს და ესეთი რაღაცა 100 ტერიტორია რო გაკეთდება, სადაც 100 ძაღლი იქნება, 10,000 ძაღლია უკვე და 5, 6, 7 წელიწადში ეს ძაღლები მოკვდებიან თავისით და დამთავრდება ეს პრობლემა, კაცო. მე ჩამაბარეთ ბოლო-ბოლო, მე არ მიყვარს ეს რაღაცები, ვიღაცა მე არ მინდა არც ხელფასი არ მინდა, არ თქვენ 15 და 20 მილიონი არ მინდა. ერთ წელიწადში ერთ ძაღლს ვეღარ ნახავთ ქუჩაში, ვერც ერთ ქალაქში და ვერც ერთ რეგიონში. ერთ წელიწადში. თან ისე რომ არც ერთი არც ერთს არ გავწვავთ, არც ერთს არ ევტანაზიას არ გავკეთებთ და არავინ უკმაყოფილო არ იქნება. უბრალოდ აი ეს 15-20 მილიონის შეჭმა უნდა ვიღაცას და ამ საწყალი ძაღლების ხარჯზე ხდება საპატრიარქს მიმართავ იმას, რომ თუნდაც თვითონ ეკლესიამ რამდენი ათასობით ეკლესიაა საქართველოში, თავის ეზოში 2-3 ძაღლი შეიფაროს.
ეკლესიის ეზოში და დამთავრდება ეს პრობლემა. ნუ ხოცავთ ამ ძაღლებს, ქართულ ოცნებას მოუწოდებთ. არ არის საშინელებაა ძაღლების მკვლელის იმიჯი. თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის მე-14 წელიწადს იკიდებთ ძაღლების მკვლელების იმიჯს და საბოლოოდ ყველა თქვენი სიკეთე ჩაიყრება წყალში და ძაღლების მკვლელების იმიჯი შეგრჩებათ. გონს მოდით, მადლობა.